დატოვა თუ არა საბოლოოდ საქართველოს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. რამდენიმე კვირის წინ ალექსი ახვლედიანი ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ რამდენიმე დღეში თურქეთის კლინიკიდან საქართველოში დაბრუნდებოდა და ყველა კითხვას პასუხს გასცემდა, თუმცა რიჟვაძე საქართველოში ჩამოსვლის გარეშე თურქეთიდან პირდაპირ გერმანიაში წავიდა, თან წაიყვანა მშობლები, ცოლი და შვილები. რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობაზე კი გამოძიება გრძელდება, თუმცა პასუხები ჯერ არც ერთ კითხვაზე არ არსებობს. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დაპირისპირება ჰქონდა ყოფილ პრემიერთან და ასევე სხვა უმაღლესი თანამდებობის ყოფილ პირებთან. ნატალი ჯახუტაშვილმა იცის უფრო მეტი დეტალი ამ ვერსიების შესახებ, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ფორმულასთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ გვიყვებიან აჭარის მთავრობის მაშინდელ მეთაურს დაპირისპირება მოუვიდა ირაკლი ღარიბაშვილთან, გრიგოლ ილუაშვილთან და ვახტანგ გომელაურთან. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ეს ადამიანები მოქმედი მაღალჩინოსნები იყვნენ და როგორც ჩვენ გვეუბნებიან, უკვე ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები აიძულებდნენ რიჟვაძეს, რომ მას ეთანამშრომლა მათთან სხვადასხვა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით, რაზეც რიჟვაძემ განაცხადა უარი და ეს ცნობები მიუტანა ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩვენ გვიყვებიან, ბიძინა ივანიშვილი არ იყო ინფორმირებული ამ სქემების შესახებ და ამის შემდეგ უკვე გამწვავდა კონფლიქტი მათ შორის. აჭარაში მოღვაწე უფლებადამცველი, რომელიც კარგად იცნობს ქართული ოცნების კულუარულ ამბებს, აცხადებს, რომ 7 ივლისს საგარეჯოში ალექსი ახვლედიანის სახლში მაშინ, როდესაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი და თორნიკე რიჟვაძემ ჭრილობა მიიღო გულმკერდის არეში, მაშინ იმ სახლში მიავლინეს კრიმინალური ავტორიტეტი რიჟვაძის დაშინების მიზნით და უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ თორნიკე რიჟვაძეს არ ქონია სუიციდის მცდელობა, მისი მისამართით განზრახა გაისროლეს რიჟვაძის დაშანტაჟების მიზნით, თუმცა თავად ალექსი ახვლედიანი ამ ცნობებს უარყოფს. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძემ გარკვეული ინფორმაცია მიიტანა ივანიშვილთან, გომელაური, ლილუაშვილისა და ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ეს იყო სქემა, კორუფციული სქემა, რომელიც ერთად ჰქონდა შემუშავებული ღარიბაშვილ, გომელაურ და ლილუაშვილს. თორნიკე რიჟვაძეს თანამშრომლობა შესთავაზეს და თორნიკე რიჟვაძემ პირველი რაც გააკეთა, ჩავიდა და ივანიშვილის ეს ამბავი ჩაუტანა. ივანიშვილმა მწვანე შუქი ამოუწო თორნიკე რიჟვაძეს, ჩათვალე რომ ჩვენი საუბარი არ შედგა, მიყევი დინებაზე და შენ მე ჩამომიტანე აი ეს სქემა რა და როგორ. არ მომხდარა თვითმკვლელობა, სხვა რამე მომხდარა. არ იყო მარტო მამამისი, იყო მისი ცოლის ძმა, იყო ეს არა ქვია და კიდე ერთი კრიმინალური ავტორიტეტი. თორნიკე რიჟვაძემ უარი განუცხადა ფინანსურ, ესე იგი, როგორ გითხრათ ახლა, თანხის მოტანაზე რა, ყულაბაში. არა, ბიძინა ივანიშვილთან არა, აქ არის საუბარი წილებსა და ფინანსურ იმას, რომელიც პარტიის ყულაბაში უნდა წასულიყო. როცა ბიძინა ივანიშვილმა გაიგო ეს ამბავი, რომ აქ საქმის გარჩევას ესწრებოდა ეს კრიმინალური ავტორიტეტი, საკმაოდ მკაცრი გაფრთხილება მიცა და შენიშვნა მიცა ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, რომ ეს როგორ მოხდა ეს და დაუყოვნებლივ აგრძალეთ მსგავსი რაღაცეებიო რა. თუ მანამდე ის კრიმინალური ავტორიტეტი პედალდა და ვინმესთან რამეს არ ყვევდა, ეხლა ეს უფლება მას ჩამოხტანეული აქ ასე თქვა. ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიგო ეს ყველაფერი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა მისცა უსაფრთხოების გარანტი, არ უშვებდნენ რიჟვაძეს საზღვარგარეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ვიყავით მე, მისი მამა, მისი დისკმარი სიძე, ჩემი 2 ადგილობრივი მეგობარი და ცოლი. ჩემი შვილი უკაცრავად კიდევ. არანაირი სხვა პიროვნება, არც კრიმინალური ავტორიტეტი, არც რომელიმე სახელმწიფო მოხელი, იქ არც ჩამოსულა, არც წასულა. ამაზე შემიძლია თავი დავდო და ვაგებ პასუხს. არათუ კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ არც ვინმე სახელმწიფო მოხელი.
მან რაიმე სახის ავტორიტეტი ვინც ჩამოკითვალეთ არ ყოფილა საგარეჯოში. გავრცელებული ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გაიქცა პარალელურ რეჟიმში თურქეთის შემდეგ რიჟვაძე გერმანიაშიც განაგრძობს მკურნალობას ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე საუბრობენ იმაზე რომ ერთ თვალში მხედველობა საერთოდ დაკარგული აქვს თორნიკე რიჟვაძეს ასევე დაზიანებები აღენიშნება თავის არეში და გავრცელებული ცნობით რიჟვაძე ოჯახთან ერთად საქართველოში აღარ აპირებს დაბრუნებას და ჩამოსვლას ვინაიდან ის აქ უსაფრთხო და დაცულად თავს ვერ იგრძნობს ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავუკავშირდით ალექსი ახვლედიანს რომელიც აცხადებს რომ პირადად მას კომუნიკაცია არ აქვს თორნიკე რიჟვაძესთან ირწმუნება რომ უტელეფონო და თორნიკე რიჟვაძე თითქოს ექიმებმა მას ჩამოართვეს ტელეფონი არა და მეორე მხრივ ამბობს იმასაც რომ კომუნიკაბელურია ახლა თორნიკე რიჟვაძე და მას შეუძლია ჩვეულებრივ ლაპარაკი თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა რას ამბობს რიჟვაძის უახლოესი მეგობარი. გერმანიაში არის ახლა თორნიკე რიჟვაძე? კი ბატონო. მხედველობა აქვს ერთ თვალში დაკარგულიო ამბობენ მართალია? დაკარგული არა პრობლემური. თავის არეშიც აქვს რაღაცა პრობლემებიო? არა. და კიდე გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვესო უნდა და თითქოს დაბრუნება ქვეყანაში. სრული ბოდოა მე მსგავსი არაფერი. ანუ თურქეთიდან პირდაპირ გადაფრინდა გერმანიის მიმართულებით, ხო? რამდენი ხანია უკვე მანდარი? დაახლოებით მე რაც ვიცი ორი კვირა. ვისთან ერთად? მეუღლე და შვილები. ამბობენ რომ რიჟვაძეები გადასახლდნენო საქართველო დატოვესო. ამის შესახებ რის თქმა შეგიძლიათ? მაგ ინფორმაცია არ მაქვს. მე პირიქით ვიცი რომ აი ბოლოს თურქეთიდან აპირებდნენ პირდაპირ აქ ჩამოსვლას, იმიტომ რომ ბავშვები ჯერ ისევ ქართულ სკოლაში ირიცხებიან და მანდირყვა რომ აი ეს ორი თვე გაუცდათ და არავშავს მერე ნებნება დაეწევიან პროგრამას. მსგავსი საიდან მოვიდა, საიდან ვრცელდება მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. ანუ თქვენ მაინც გჯერათ რომ თორნიკე რიჟვაძე დაბრუნდება? კი ბატონო, რატომ არ გადაბრუნდეს? საფრთხე არ ემუქრება საქართველოში დღეს მას? არა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა ემუქრებოდა? აი რა სიგნალია რამე იგზენით და ვინმე. აი მაგალითად მის სადავო თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები ხომ არსებობს? უპასუხებს თვითონ, არ არის პრობლემა. თქვენ მასთან კომუნიკაცია გააქვთ? პირადად არავის არ აქვს მასთან კომუნიკაცია. რატომ? ის ხომ არის კომუნიკაბელური? ექიმები უბრძოლავენ. ხო, მაგრამ ტელეფონი არ აქვს ოჯახის წევრებს. და რატომ არ აქვს ტელეფონი? აი კომუნიკაცია ხომ შეუძლია? არა, ერთური მისახვედრ ხა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გამომდინარე რაც გადაიტანა. ალბათ ახლა მე ვერ გეტყვით ეს დეტალი. და ოჯახი რას ამბობს? ოჯახთან გაქვთ ხოლმე კონტაქტი? კი ბატონო. და რას ამბობენ? თავარია მისი ჯანმრთელობა და მკურნალობენ რა უნდა თქვა. ის რომ საქართველოში არ დაუბრუნდებით და ჩვენ სადმე გადავსახლდებით გავსი არ თქოს არ არის. მამამისის წინააღმდეგ ხომ არ არის საქმე აღძრული, არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? მე არ მსმენია. რა ეტაპზეა გამოძიება თორნიკე რიჟვაძის საქმეზე? უცნობია, საგამოძიებო ორგანოებმა მხოლოდ ერთხელ გაავრცელეს ცნობები ამ кейსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ამტკიცებდნენ თითქოს თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის სახლში 7 ივლისს საგარეჯოში სცადა თვითმკვლელობა.